ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება სულ უფრო პოპულარული ტრენდი ხდება, თუმცა თანამედროვე დატვირთული გრაფიკის გამო ხშირად რთულია კვების რეჟიმის დაცვა. სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ შეიქმნა პირველი ქართული პროტეინის ბარი მეტი, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღ, სწრაფ და გემრიელ ალტერნატივას თავაზობს. ბრენდი ნატურალური ინგრედიენტებით და მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა და უკვე აქტიურად იკიდებს ფეხს ადგილობრივ ბაზარსაც. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია სტარტაპ მეტის დამფუძნებელი თათული ოქრიაშვილი, რომელიც პროდუქტის შექმნის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე უფრო დეტალურად ისაუბრებს. თათული, მოგესალმები, მადლობა დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მოპატიჟებისთვის. თათული, პირველად მინდა დავიწყოთ იდეიდან. საიდან და რატომ გაჩნდა იდეა, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნილიყო ქართული პროტეინ ბარის ბრენდი? იდეა გაჩნდა იქიდან, ზუსტად რაზეც შენ რამოდენიმე წამის წინ ისაუბრე, ის რომ აქტიურად დავიწყე ზოგადად მოკვლევა ბაზარზე, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ მარტივი ცილის შევსების წყარო მომეძებნა, რაც ასევე იქნებოდა ჯანსაღი. ზოგადად ცილის რაციონის შევსებასთან დაკავშირებით ძალიან, ასე ვთქვათ, ინფორმაცია შევიტყვე, იქიდან გამომდინარე, რომ მე თვითონ ძალიან ჩავუღრმავდი ზოგადად wellness და კვებას როგორ შეიძლება ოპტიმიზაცია გავუკეთოთ ისე რომ მაქსიმალურად კარგად ვიგრძნოთ თავი და აქ დავინახე ზუსტად ცილის საჭირო რაოდენობით მიღების საჭიროება. ბევრ ადამიანს გონია რომ ცილის მიღება საჭიროა მხოლოდ კუნთური მასის აშენებისთვის, როცა რეალურად უამრავ სხვა ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში ცილა და შესაბამისად ის არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია ვარჯიშით და მათ შორის კუნთის შენებით, ხო? ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ეს. ნებისმიერ ადამიანს სჭირდება საჭირო რაოდენობით მიღება. და შესაბამისად დავიწყე მე როგორც ბევრი ადამიანი აღმოვაჩინე რომ საჭირო რაოდენობით ცილას არ ვიღებდი და დავიწყე მოძიება სწრაფი ხერხების, ან როგორ შეიძლებოდა რომ შემევსო ცილის საჭირო რაოდენობა. და საბოლოო ჯამში ვერ მივაგენი ბაზარზე, ანუ ისეთ პროდუქტს, რომელიც თან იქნებოდა ჯანსაღი. ზოგადად ჩვევაში მოგვსმენ რომ ყველა პროდუქტის ინგრედიენტების სიას აუცილებლად ვკითხულობ, ანუ ისე არ ვყიდულობ და მივხვდი რომ ძალიან ბევრი დანამატი ქონა ხელოვნური, ისეთი რაც ვთვლი რომ უბრალოდ არ ჭირდება ადამიანის ორგანიზმს და შეგვიძლია ყოველდღიური ნუტრიენტების მიღება ისე რომ ეს რაღაც ხელოვნური ნაწილი კომპონენტი არ ჩავრთოთ საერთოდ. და აქედან გაჩნდა ეს იდეა, რომ დავინახეთ დიდი გეფი, ანუ ქართულად როგორ არის არ ვიცი, საჭიროება რაც საჭიროება ბაზარზე. მაშინ ასე ვთქვათ ის ალტერნატივა, რაც შეავსებდა ამ საჭიროებას. კი, ნამდვილად და თან გამიმართლა, იმიტომ რომ ჩემ მეგობრებს ჰქონდათ ინდუსტრიული სამზარეულო და შემომთავაზეს, რომ მათ სამზარეულოში ანუ გაგვეკეთებინა, ასე ვთქვათ, პირველი სატესტო წარმოება. და ესე დაიწყო მეტის ამბავი. თათული, ახსენე, რომ ნებისმიერ პროდუქტის აღწერას კითხულობ, ხო და მომხმარებლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის რისგან მზადდება პროდუქტი, ხო? მაყურებელმაც შეიძლება ნახოს პროდუქტი, რომელიც არის აქ წარმოდგენილი, ეს არის მეტის პროტეინ ბარი და სწორედ აქაც არის დეტალურად მითითებული რა ინგრედიენტებს აერთიანებს და რა ნედლეულს აერთიანებს მეტის პროტეინ ბარი. მინდა მაყურებელს მოვუყვეთ, რა არის ის ძირითადი ცილის წყარო, რომელსაც მოიცავს ეს პროდუქტი და სხვა რა ინგრედიენტებზე არის საუბარი. ძირითადი ცილის წყარო არის კვერცხის ცილა ფხვნილის სახით, რაც ყველაზე ახლოს არის ბუნებრიობასთან, ასე ვთქვათ, უმარტივესია ცილის კვერცხის ცილის ფხვნილის დამზადება და თან სხვა პროტეინ ბარებისგან იმით გამოირჩევა, რომ უმრავლესობა პროტეინ ბარების დამზადებულია რძის შრატის ცილისგან, რაც ზოგადად ბევრი ადამიანისთვის რთულია მოსანადებლად. ვისაც ლაქტოზის ანლობა აქვს, კი. და ბევრი ადამიანი არის ისეთი, ვინც მოვიდა ჩვენთან და გვეუბნება, რომ აი აქამდე პროტეინ ბარს ვერ ვჭამდი ამ შრატის ცილის გამო და ეხლა დავიწყე თქვენი პროტეინ ბარის ჭამა, რაც ძალიან კარგი მოსასმენია. კვერცხის ცილას აქვს სრული ამინომჟავური კომპლექტი, ასე ვთქვათ, რაც საჭირო არის ორგანიზმისთვის და ასევე სხვა ინგრედიენტები ძირითადად, ხო, ეხლა გვაქვს 4 სახეობა. თითოეულ მათგანში არის თხილეულის რაღაც სახეობა, თხილეულის კარაქები, ასევე კვერცხის ცილის ფხვნილი, დამტკვერია ფინიკით და თაფლით, მხოლოდ ანუ არ შეიცავს რაფინირებულ შაქარს და თითოეულ სახეობას აქვს თავისი განმასხვავებელი დანამატი, ხო, მაგალითად კაკაოს პროტეინ ბარს აქვს კაკაოს ფხვნილი, კურკუმას პროტეინ ბარს კურკუმას და ჯინჯერის ფხვნილი, ქოქოსის ფანტელი და ასე შემდეგ.
სახეობებზე მინდა ვისაუბროთ. ამ დროისთვის რამდენი დასახელების პროდუქტს აერთიანებს მეტი? რა არჩევანი აქვს მომხმარებელს? ამჟამად გვაქვს 4 სახეობა: ქოქოსი, მიწისთხილი, კურკუმა და კაკაო. და მომხმარებლისთვის თუ გამოიკვეთა განსაკუთრებით საყვარელი გემო? კი, გამოიკვეთა, თავისთავად ქოქოსი არის პირველ ადგილზე, თითქმის ერთნაირ დონეზე დგანან, კაკაო არის მეორე ადგილზე, მაგრამ თითქმის ერთ დონეზე დგანან, მესამე არის ხო მიწისთხილი და კურკუმა. კურკუმაზე ვიტყვი, რომ ძალიან ექსპერიმენტული სახეობა იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მე და ჩვენი ბრენჩები თინა ვაშაკიძე ზოგადად ძალიან აღტაცებული ვართ ამ პროდუქტით ზოგადად და მისი სუპერფუდული და რაღაც სასწაულებრივი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით და აქედან გამომდინარე გავუშვით. ბევრი ადარებს პასკის და სტაფილოს ნამცხვრის გემოს, თუმცა რადგან თვითონ კურკუმა დასახელება ძალიან ესეთია, ცოტა უცნობი დღესდღეობით საქართველოს ბაზრისთვის, ამიტომ ცოტა უჭირთ რომ იყიდონ, მაგრამ ვინც ინჯავს, მერე უმრავლესობა ამბობს, რომ მისი საყვარელი გემოა, კი. თათული, რა პროცესი იყო იდეალური გემოს და რეცეპტურის დასმა? იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ეს არ იყო ხანმოკლე პროცესი, ხო? კი, არ იყო ხანმოკლე პროცესი, ნამდვილად დაახლოებით ალბათ 8 თვე გაგრძელდა. ძალიან დიდი გამოწვევა ზოგადად ბუნებრივი პროდუქტის ის ამ შემთხვევაში იყო ტექსტურის დასმა. იქიდან გამომდინარე და ანუ მივხვდით ზოგადად ბუნებრივ პროტეინ-ბარებს, რაც ძალიან ცოტა საერთაშორისო ბაზარზე, რატო არ აქვს 15 გრამ ცილოზე მეტი თითო ბარს, ჩვენსასაც 15 გრამი ცილა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ურთულესია შემკრელების, ემულსიფაიერების და სხვა ხელოვნური დანამატების გარშე ტექსტურის შექმნა ისე რომ თან ბევრი ცილის დანამატი, ანუ სიტყვაზე კვერცხის ცილის ფხვნილი ქონდეს. შესაბამისად, ტექსტურა იყო ყველაზე რთული ჩვენ შემთხვევაში. გემონური თვისებები არ გაგვიჭირდა, იქიდან გამომდინარე, რომ თინა გამიმართლა, რომ თინა ვაშაკიძე არის ჩვენი ბრენდ შეფი, თუმცა ხო აი ტექსტურაზე ცოტა ვიწვალეთ და კიდევ ერთი გამოწვევა ის იყო, რომ ვინაიდან და რადგანაც რაღაც ძალიან დიდი წარმოებით არ გამოირჩევა ჩვენი ქვეყანა, აქედან გამომდინარე, რთული იყო თვითონ წარმოების პროცესის აწყობაც, იმიტომ რომ რაღაც დანადგარები რაც გვჭირდებოდა, რთული იყო ადგილობრივ ბაზარზე რომ მოგვეწიებინა. თათული, მინდა ვისაუბროთ იმ სამიზნე აუდიტორიაზე, რომელიც ყავს ამ ბრენდს. ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ იმათთვის, ვინც აუცილებლად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, გულისხმობ ინტენსიურად ფიზიკურ აქტივობას, ხო? ეს არის მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ენერგიის საუკეთესო წყაროს ეძებენ დღის განმავლობაში, როდესაც ხშირად ვერ ვახერხებთ ხოლმე, რომ აი ვაკონტროლოთ, რამდენი, ასე ვთქვათ, რა რაოდენობის ცილა მივიღეთ, რა რაოდენობის ნახშირწყალი და როგორ შეგვიძლია ამის ბალანსი. ვინ არიან სამიზნე აუდიტორია, ვისთვის არის პროდუქტი და მომხმარებლებს შორის ვინ ჭარბობს დღეს ძირითადად? სწორად აღნიშნე, ეს არის ანუ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება სუფთა ენერგია, პირდაპირ გადმოვთარგმნო ინგლისურიდან და ქართულად უკვე თითქმის ალბათ ვისაც სჭირდება ბუნებრივი ენერგიის წყარო. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც აქტიურად ვარჯიშობს, ვინც აქტიურად ლაშქრობს, ვინც ვისაც უბრალოდ დატვირთული დღე აქვს და ვერ ასწრებს შეხვედრიდან შეხვედრამდე რომ ლანჩი მიირთვას მაგალითად, ბავშვებიც, ხო, ჩემი ძმისშვილი 3 წლის არის მაგალითად და ჩვეულებრივად ანუ ძალიან ხშირად ჭამს, ანუ ბევრს გონია რომ რადგან პროტეინ-ბარი ქვია, ამიტომ ბავშვისთვის არ არის კარგი, თუმცა ეს ისეთი პროტეინ-ბარია, რასაც ხელოვნური დანამატი არ აქვს და პირიქით, ანუ ჯანსაღი ალტერნატივაა იმ ტკბილეულის, რასაც ხშირ შემთხვევაში ბავშვები ჭამენ ხოლმე, ხო? თუმცა, ხო, იქიდან გამომდინარე, შენ რაც ახსენე, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ცნობადობა ზოგადად პროტეინ-ბარის არ არის მაღალი, ხო? აი დღემდე ბევრი შეკითხვა მაქვს, რომ აი პროტეინ-ბარი რა არის, აი ბარია, სადმე უნდა მივიდე, ანუ აი რაღაც დასალევი ბარი რიგონია ძალიან ბევრს და რადგან ცნობადობის მხრივ ყველაზე მეტად ინფორმაცია მაინც აქტიურად მოვარჯიშე ადამიანებს აქვთ, ხო, ანუ მათ იციან პროტეინ-ბარი რა არის. მაინც ისინი არის ჩამოყალიბებული კი პირველად სამიზნე აუდიტორიად, კი. თუმცა ძალიან უხდება ზოგადად ჩვენი პროდუქტი ბევრ შემთხვევას, მათ შორის ლაშქრობას, სრიალს, ველო ტურნირს, ველო გამოწვევას და შესაბამისად ანუ აქტიურად ვცდილობთ, რომ პოზიციონირება ისე გავუკეთოთ, რომ ანუ მაქსიმალურად ფიზიკური დატვირთვისთვის, ასე ვთქვათ, შეიძინოს ხალხმა.
როგორია ის უკავშირი, რასაც უკვე იღებთ მომხმარებლისგან და ხო, მათ შორის იმპორტირებულ პროდუქტთან კონკურენციაზეც მინდა გითხოთ, იმიტომ რომ მეტნაკლებად მაინც არის ხო გაჯერებული ბაზარი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული მსგავსი პროდუქტებით და შესაბამისად საინტერესოა ადგილობრივი წარმოება როგორ ახდენს და როგორ უმკლავდება მათთან კონკურენციას. კი, ნამდვილად არის კი გაჯერებული ბაზარი, თუმცა მე ვიტყოდი რომ ანუ ჯანსაღი პროდუქტის მხრივ კონკურენცია, ჯანსაღი, რასაც გვია პროტეინ ბარის მხრივ კონკურენცია თითქმის არ არის, მხოლოდ ერთი ბრენდი შემიძლია რომ მოვიყვანო მაგალითად, რომელიც კონკურენციას გვიწევს. ჩვენი პროტეინ ბარი სამ რაღაცას აერთიანებს და ამით ვცდილობთ პოზიციონირებას. ხო, ერთი არის გემოვნური თვისება, მეორე მაღალი ცილოვნობა და ასევე სიჯანსაღე. ანუ ამ სამ რაღაცას რომ პროტეინ ბარი აერთიანებს არის საკმაოდ იშვიათი, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. შესაბამისად, ესე ვცდილობთ, რომ დავპოზიციონირდეთ და გავუწიოთ კონკურენცია ჩვენს კონკურენტებს. თათული ახსენე, რომ მაინც ადგილობრივ ბაზარზე ჯერ არ არის ხო ცნობიერება ისეთი მაღალი, რაც ნიშნავს პროტეინ ბარი, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ იზრდება. ცნობიერება ამ მიმართულებით თუ გაქვთ გეგმები და თუ აქვს მეტის პოტენციალი, რომ საერთაშორისო ბაზრებზეც იყოს წარმოდგენილი. კი, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მოლაპარაკებები უკვე გვაქვს საუდის არაბეთში ექსპორტთან დაკავშირებით. ზოგადად ბევრი უცხოელი მომხმარებელი ყავს და ყველაზე მეტად უცხოელი მომხმარებლისგან მოგდის ხოლმე ისეთი ფიდბექი, რომ აი ესეთი გემრიელი პროტეინ ბარი არსად არ გამისინჯავს. რაც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, იმედია ჩვენთვის იმის, რომ აი თუნდაც ევროპაში ძალიან დიდ გამოხმაურებას იპოვის ჩვენი პროდუქტი. და როდისთვის ფიქრობთ, რომ საერთაშორისო ბაზრებზეც გამოჩნდება? ახლა რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები? აი ამ წლის ბოლომდე წესით საუდის არაბეთთან მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს, თუ წარმატებით ჩაიარა, რა თქმა უნდა, და შემდეგი წლიდან უკვე გავაგრძელებთ ახალ ქვეყნებზე მუშაობასაც. თათული საუბარი მინდა შევამჯამოთ, ესე ვთქვათ, გეგმებით, რა არის ის სამომავლო გეგმები მიღმა ექსპორტისა, მათ შორის ადგილობრივ ბაზარზე და ვთქვათ, რამდენად არის უკვე ხელმისაწვდომი სხვადასხვა, ესე ვთქვათ, კომპანიის დახლებზე, ქსელებში, ამ მიმართულებით რა ეტაპზე ხართ? ხელმისაწვდომი არის ბევრგან 35-ზე მეტ ლოკაციაზე ვართ უკვე. გამოვყოფთ აქედან World Market-ზე ყველა მაღაზიაში, PSP-ს ფილიალებში, ასევე PSP-ს საიტიდანაც შესაძლებელია გამოწერა. და ჩვენივე საიტი metiprotein.com, საიდანაც ყუთებით შეუძლიათ მომხმარებელს მომარაგება. ასევე ვართ უმრავლესობა წამყვან ჯიმში, როგორიც არის World Class-ის, Neo Premium-ი, ჩემპიონთა აკადემია, 12 რაუნდი და ასე შემდეგ. ასევე საყავეები არის ძალიან პოპულარული, შავი ქოფიში, მაგალითად, სუარეში, ძირითადად specialty ყავის მიმართულებით, ასე ვთქვათ, უყვართ ძალიან და ასევე ტერმინალში, მაგალითად, სადაც ხო ანუ სამუშაო სივრცეა და შესაბამისად დიდი დატვირთვა. კი, ნამდვილად. ეს ბათუმშიც ვართ World Market-ზე სხვათა შორის, ანუ ნელ-ნელა უკვე თბილისის ფარგლებსაც გავწდებით და მოვიცავთ სხვა ქალაქებსაც. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა თათული გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებები მეტის და მოკლედ გელოდებით სიახლებით, აუცილებლად საექსპორტო მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ დაიმკვიდრებს მეტი საერთაშორისო ბაზრებზეც თავის ადგილს და მოკლედ სიახლებით აუცილებლად უნდა მომარაგოთ ჩვენი მაყურებელი. კი, მადლობა მარიამ. მადლობა თათული ოქრიაშვილი, სტარტაპ მეტის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.